ხალხო, ერთი კიდევ კარგი ამბავი მაქვს თქვენთვის, სტორიებში შემოიხედეთ ხოლმე. კომპიუტერიდან ვერ იზავთ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ სტორიის ნახვა მხოლოდ ტელეფონის მეშვეობით არის შესაძლებელი და აი ამ სტორიებში სწორედ თქვენს კითხვებზე ვპასუხობ. ხანდახან არის შემთხვევები, რომ კომენტარებს ან გამოვტოვებ, ან გაიქცევა ხოლმე ესეთი საინტერესო კომენტარი და არის შემთხვევები, როდესაც ვერ ვპასუხობ, იმიტომ რომ მე ერთი ვარ, თქვენ ძალიან ბევრი ხართ და გწყინთ ხოლმე, როდესაც რაღაც კომენტარს გამოვტოვებ ან გამომრჩება და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, კომენტარს სადაც რამდენი წლის ხარ და რა გქვია, სხვათა შორის არის ხოლმე ბევრი ესეთი კომენტარებიც, რა გქვიაო. სტორიის ერთი შეზღუდვა აქვს, რამოდენიმე წამი მაქვს აი ამ პასუხის გასაცემად და შეეცადეთ, რომ ძალიან აი ესეთი დიდი და ფილოსოფიური კითხვები არ დამისვათ, იმიტომ რომ სულ რაღაც 15 თუ 20 წამში ვარ შეზღუდული, ამიტომ ძალიან მოკლე კითხვები და მოკლე პასუხები, სხვათა შორის საინტერესო კითხვებია დასმული. 18000 view არის. ბოლო Q&A დავარქვათ აი ყველაფერს და პერიოდულად მე გამოვაქვეყნებ რაღაცა პატარა ვიდეოს უმნიშვნელოს და დავწერ რომ წავიდა კითხვები, დასვით თქვენი კითხვები და მე გპასუხობთ სწორედ აი ამ კითხვებზე. ამიტომაც ხალხო, ნუ დაიზარებთ, შემოდით აუცილებლად ტელეფონის მეშვეობით და იქ გამოგიჩნდებათ community და შემდეგ stories. ეს არის ძალიან უნიკალური ფუნქცია. აუცილებლად შემოიხედეთ ჩემთან სტორიებში დასვით კითხვები და გიპასუხებთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიდეოს ქვეშ არ უნდა დასვათ კითხვები. პერიოდულად უყურეთ ხოლმე ჩემს კითხვა-პასუხებს, ძალიან გამოგადგებათ, იმიტომ რომ ხალხი საინტერესო კითხვას სვავს ნამდვილად და მეც შეძლების დაგვარად რაც ვიცი, ვპასუხობ ხოლმე. რაც შეეხება setup-ს, როგორც წინა ვიდეოში დაგვირდით, აუცილებლად გადავიგებ, გადაღების პროცესში უკვე არის setup-იც. რაღაც რევიუები მაქვს გასაკეთებელი, აქ მოყრილი მაქვს ყველაფერი, არეულია ცოტა შემაგი და დავლაგდებით თუ არა დავამთავრებ setup-ის გადაღებასაც, როდესაც იქ დაგროვდება ბევრი ვიდეო და დაგროვდება ბევრი პასუხი, გავაკეთებ პატარა ვიდეო, სადაც შევკრიბავ აი ამ კითხვებს, პასუხებს და ასევე გამოვაქვეყნებ ჩემს YouTube არხზეც. დროებით უყურეთ ვიდეოს, ხელს აღარ შეგიშლით და ჩვენ შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. Peace, bye. Absolutely, my telephone are with rest mekitkheb, მაგრამ საკმაოდ უკვე მოძველებული ტელეფონია და თუ კიდევ საფრთხე მაშინ ამერიკული ვერსია კიდე გიჩვენია Snapdragon, გაცილებით ჩქარი იქნება. მე თუ მკითხავ ჯერჯერობით კირინის პროცესორები საკმაოდ ესე ვთქვათ, ომი პროცესორებია და ბევრი კამათობს, ამაზე რომ ძლიერია, მაგრამ მე ყოველ შემთხვევაში Snapdragon-ს ვანიჭებ უპირატესობას და ჩემი გადასაწყვეტი. 12 მეგაპიქსელი აქვს ფოტოსტო. ეგ ისეთი ფასია რომ თამაშებისთვის ვერც ვერაფერს ვერ გირჩევ, არ ვიცი. საკმაოდ დაბალი ფასია სათამაშო ტელეფონისთვის, მაგრამ Redmi Note 5-ის ცადი მაინც გასინჯა ყოველ შემთხვევაში. არის ესეთი აპლიკაცია, მის ამერზე შედი forms.google.com და მე გამომიგზავნე მეილზე შევავსებ და დაგჭირდება. გიჟი ხარ თავიდან გეტყვი, კარგი, შენ მაშინ გასაგებია, რამდენი წლის ხარ, გიჟებს ასაკს არ ეკითხები. ამას გეტყვი, Google Pixel 2 თუ გვაქვს, კონდეს დამიჯერე, იმიტომ რომ რაღაც ეჩვენება Galaxy S10-ის კამერაში, რომ მაგას აჯობოს, არ ლაპარაკობ Google Pixel 3-ს, მაგრამ ცოტა ხანში შევადარებ კამერებს დაელოდა. ჯერ არ მინახავს ამ დღეებში, ვნახავ უბრალოდ ვნახე, მაგრამ დიდი ხანი არ მქონია ეს ხელში ვერ ჩავიგდი. ცოტა ხანში გავტესტავ და რევიუს ვერ შეგვირდებით, მაგრამ კამერას აუცილებლად გავტესტავ და შევადარებ, როგორც წინა ვიდეოში. არა, კასერიებს LG-ზე დაანებოთ, ძალიან ბიუჯეტურია, არ ვიცი. მე მგონი რომ არ შეძენა თულა მოგადაყარებ, ცოტა შეაგროვებია ჩემი. ლეპტოპები 3D მუშაობისთვის შეეგვია იმას, რომ ყველაზე ცოტა $2000 პლუსიდან უნდა დაიწყო და მაღლა და დამჩენი შეთქო გადაწყვეტილ. ეს თუ ჩაყვები ქვევით არქივში, მაგ ყველა კითხვაზე პასუხი ავტომატურად გაეცემა, მაგრამ თუ გეზარება, მაშინ მეც მეზარება მაგაზე პასუხის გაცემა. წარმატებით, კარგი. და YouTuber-ობისა ეს ცოტა ცუდი კითხვაა. გაცილებით ბევრ რამეს სხვა საქმიანობ, YouTuber-ობა ეს ჩემი ხობია უბრალოდ და მომწონს და გამიშნელობა აქვს უყურე YouTube-ს და იხალის. ჩემკაზე ვცხოვრობ და ალბათ ნახიც ხება ბევრი მხედავს ხოლმე და
ფერს უხარია ნახვა და მეც მიხარია ხოლმე მათ შორის, როდესაც სელფიებს ვიღებთ. ემომეწონა სხვათა შორის ძალიან ლამაზი დიზაინია და ეხლა ჩავიგდე ფონტოებში ხელში და კამერა მინდა პირველ რიგში გავტესტო და ანჩენი ეხლა დიდი არაფერი გასატესტი არ არის გარდა იმისა რომ ულამაზესი ტელეფონია. გითხრა მაგ საკითხზე დიდად არ მიფიქრია არც თავი მომიკლოს დასერჩვაში მაგამების, მაგრამ მე მგონი რომ შეუძლებელია, ვერ ვიტყვი. არქივს ჩავუყევი ძალიან ბევრი სტრიმები და ინტერვიუები და ასე შემდეგ და გაარკვევი თუ გეზარება მეც მეზარება და მომალაპარაკე ფანდეს და Fortnite-ზე რა უნდა ვიფიქრო ჩემი პრო გეიმერი არა ვარ არ მეყვარს თამაშები და ჩავუყევი თამაშია რომელსაც 1 საათით Redmi Note 5 ჯობია იმიტომ რომ კამერა შედარებით უკეთესია და ცოტა არ იყოს ესე სწრაფიც არის გაცილებით J4 ხალხი გიყვართ ამ ანკეტის შევსებები რა forms.google.com გამიგზავნით ანკეტა შევავსებ და სადმე გამოვაკრავია და გეკნებათ რაში გაინტერესებთ რა მნიშვნელობა Google-ი გაერთე რა ძალიან რთული საკითხია წინსვლა ეს ცოტა განგრძობითი პროცესია და ჯერ ფიქრობ რომ წინსვლა არ მაწყობილ და ნახოთ ვაშლი მოხდა ნიუტონივით თავში და უცბად მოვიდონა იუთუბერმა. წარმატებები ბრო. მიხეილ ციციაშვილი გახლავართ. გასპერვიდან იუთუბზე და იმ სანაგოს რომელიც არ გეონდელი იუთუბი და ახასიათე შენი თავი ერთი სიტყვით. მიშა. მე Samsung-ის საათები არ მომწონს სიმართლე გითხრათ მიუხედავად იმისა რომ Samsung-ი მიყვარს როგორც ფირმა. გიჩვენია Wear OS-იანი საათი კიდე და რატომ აიცინა ვიდეოები ნახე. რომ iOS-ი ჩემთვის როგორც სისტემა არის ყოველდღე გამოუსადეგარი და iPhone-ი შესაბამისად რკინის ნაჭერია ჩემთვის. აღარ დავაკონკრეტებ კიდევ დანარჩენს. ლელონოს დიზაინი ძალიან მომეწონა ესათი და მაგას Android UI მაგას ქვია One UI და სხვათა შორის საკმაოდ კარგად იმუშავებს და ძალიან აჩქარეს ტელეფონები. მისთვის აპლიკაციას ვიგნებ ცოტა ვერ გავიგიკითხე, მაგრამ დაახლოებით მივხვდი მე $10 ვიხდი თვეში Google Music-ი მაქვს ნაყიდი და აბსოლუტურად ყველა სიმღერა შედის მასში, ყოველდღიურ გადასახადში. რავი რაღაც პერსპექტიული კი ჩანს, მაგრამ დიდი ხანი არ გასტანს აი ამ ჯილდოების გაცემა, ცოტა ხანში ძალიან ცოტას მოგცემენ ცენტრებს და გეიმერი არ ვარ და სტრიმერი არ ვარ, არ ვიცი. ვერ იტყვი საქართველოში რა არის პერსპექტიული და რამდენად საქართველოში არაფერი არ იქნება პერსპექტიული და არც ერთ ქვეყანაში თუ შენ არ გახადე შენი ცოდნა მონეტიზირებული. ისწავლე შენი ცოდნის მონეტიზირება. ვერ უპასუხებ, იმიტომ რომ ჩემ უნდა დაწერო რა თანხას ხარჯავ, რამე კაი მირჩი ესე არა, ჩემთვის კარგი შეიძლება $1000 ნაუშნიკები იყოს, ჩემთვის შეიძლება 50-იანი. ამიტომ ჯერ თქვი რამდენს ხარჯავ და მე გირჩევ. ყველა კომენტარში გინდა რომ გამომტყო ინფორმაცია რა, მაგრამ არ გამოვა არა, დაერვით. ვარა გინ თამაში გადაიგე გინდა სკრინი აღარ მნიშვნელობა არა, OBS ვიყენებ მე სიმართლე გითხრათ, არ ვიცი რა ვიცი. Nvidia-ით შეიძლება ჩაწერა Shadow ქვია თუ რაღაცა სპეცს, მაგრამ OBS-ი გირჩევია ყველაზე კარგი. Nikon-ი სიმართლე გითხრა არ მომწონს, რატო არ ვიცი, ფერთა გამა და აღქმადება არ მომწონს. Panasonic-ი და Canon-ს სიმპათიებს. Panasonic-ი ვიდეოსთვის და Canon-იც ამოიწია ამ ბოლო დროს ვიდეოებში. აუ რა სიტყვი და რა აზრის ხარ ამაზე ან იმაზე ნუსავთ ეგეთ კითხვებს ძალიან გთხოვთ. აი კონკრეტულად რა საკითხი გაინტერესებს თქვი, ამ Xiaomi-ზე და ჩემი თავი გენაცვალოს. Adobe და რაღაცები ფასიანია, DaVinci Resolve ნახე, უფასოა, შეგიძლია ჩამოწერო და საკმაოდ კარგი პროგრამაა. გითხრა რუთიდან დიდ ვერაფერს ვერ მიიგებ, არ ვიცი რამდენად გესმის რუთების და საერთოდ რისთვის გჭირდება ვერ ვგებულობ. მე ვიცი თქვა რისთვის ვითავ, მაგრამ ძალიან ბევრი მარცის და ძალიან ბევრი ფუჭდება ტელეფონი. მე წინააღმდეგი ვარ. გამაგონოთ ვეგასში ფული მოკადახდით $300 და პროექტებს ჭედავს ისე რომ აფუჭებს ვაფშე. აი არ გაგება არ გაგონება არ მინდა ვეგასის საერთოდ. Adobe ან DaVinci Resolve ისწავლე.
აზრის უნდა ვიყო ანიმეებზე, არც ბავშვობაში მიყურებია ანიმეები და მithumetes ეხაც არ ვიყო. ეს ამაც არ გიჟდება, ისე მულტფილმები ძალიან მიყვარს შემთხვევა. ანიმეებზე რაღაც ვერ ვამოვიდეს. ეს მაინც არ მიყვარს. მირჩენია Amazon-ზე ვიყიდო ან Gearbest-ზე თუ ჩინურ საიტებზე საქმე. AliExpress-ზე რაღაც პრობლემები მქონდა და ვერ მომიგონეს და ფული გეკარგება ხოლმე sellers გააჩნია, მაგრამ მე არ მიყვარს AliExpress-ი. მთლიანად გაუქმე delete account-ი მიეცი და ახლიდან გააკეთე ოღონდ საქართველოს მივუხდი თავიდან რეგისტრაციის დროს და მე შეესწრო კომპანიასაც და მიბუნასაც ბანკის account-ს. სარგეუნები რომ არ ჯობია და გავაკეთებ მაგის ტესტს ჩავიგდებ ხელში მალე და დაელოდე ვიდეოს ვიდებით რომ იქნება აუცილებლად. რომელ პიქსელს არ ვიცი შევადარებ რომელიმას. თავის ფასში არ არის მეგობარო ცუდი. შეიძლება მე რაღაც არ მომწონდეს და შენ მოგწონდეს. ეს რა ნიშნავს იმას, რომ შენთვის არ არის კარგი. ოკო თავის ფასში კარგია, ხო, გააჩნია რა მოთხოვნილებებია და ასე შემდეგ. იმიტომ არ ემატება, რომ ალბათ სხვა ქვეყნისგან აქვს შექმნილი თავიდანვე და ამიტომ ეგ PayPal account-ი ვაფშე გააუქმე და ახალი PayPal-ი შექმნილი, რომ თავიდანვე საქართველოს მიუწდა და მიებნეო ჩემი ბანკის ანგარიში. შორის არ მომწონს, გინდა 4 ფონდის, გინდა 6. მუშაობ პრო ფრილანსერი ვარ, რასაც მინდა ვაკეთებ, როდესაც მინდა ვაკეთებ და რასაც მინდა. რაღაცა ისეთი ცუდი კითხვა, იმიტომ რომ ყველა მოდელს თავისი სპეციფიკაციები აქვს და ყველა მოდელის სხვადასხვანაირად იქცე, მაგრამ ზოგადად, რა ვიცი, Huawei-ის მაინც არც საკათებს სიმართლე. Gamer-ი არ ვარ, პრო ვერ გიჩვევ ერთ რამე კაი თამაშს და რამე კაი არ ვიცი, Sky რა არის. და ედიტორს რას შეეხება InShot, ეგრე ქვია ედიტორს ესე წითელი იკონკა. კარგი. პროდუქტ VPN-ი გაკრათ ცუდი ჩამოწერილი, თუ ყველაფერი სცადე, ალბათ მაგის ბრალია, იმიტომ რომ სპონსორი შანსი არის, თუ ყველაფერი სწორად. თუ უშუალოდ YouTube-ს კითხულობ, მაშინ ალბათ 7-8 დოლარი 10 დოლარი. არ ვიცი, დაახლოებით ესე. არც მაინტერესებს. დანარჩენი უკვე პირადი საიტი უფრო. ირინი ცოტა უმი პროცესორია, მეორე ფონი, ერთმანეთს არ მომწონს კიდე, არ ვიცი, რატომ არა Snapdragon ყოველთვის ფიქრობ, რომ კაცელები კაი პროცესორი. ისაც გავტესტავ ალბათ ამ დღეებში კამერასაც და სხვათა შორის Note 9-ის კამერასაც შევადარებ აუცილებლად. ნახოთ, მაგრამ Note ცოტა სხვადასხვაა, იმას ცოტა სხვა. Note სტილუსის გამო მიყვარს. დავუკავშირდი gaming pieces. იქნებ დაგეხმაროს. სხვათა შორის მე მგონი ვფიქრობ, რომ დაგეხმარება და აგაწყვეტინებს. ახალს მაგაში არც იოცნება 2000 ლარად ახალი ნაწილები თუ არა, მაგრამ მეორადებს მაგას. ბიუჯეტური კამერა, არ ვიცი, ძალიან მაგარ რაღაცებს ვერ გადაიღე, თუმცა ჩემი კამერაც არიგებს მაგარ რაღაცებს, მაგრამ უნდა გააწურინო როგორია. თავარია განათება გქონდეს და შუქი იყოს შენ კამერას. პრო ფრილანსერი ვარ, რასაც მინდა იმას ვაკეთებ, როგორც მინდა, რომელ საათზე და რამდენადაც მინდა და რამდენიც მინდა. წარმატებები. εν მაგარი კითხვა იყო, ვერც ერთ საავადმყოფოს, აზრი არ აქვს არც ერთ საავადმყოფოს, არც ჰოსპიტალს. ჩვენ ხო ვიცით რომ მაგარია და ფაქტი ჯიუტია, მაგრამ ვერ დააჭერებ, არც იჯერებენ, აზრი არ აქვს არეკამათ.